საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულ-მოქმედის ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომაღასრულა. თანამსახურებდნენ სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას, კანონად სარწმუნოებისა, ხატად სიმშვიდისა, მოძღვრად მარხვისა, ყოშენ ქრისტემან ჭეშმარიტებით სამცხსოსა შენისათვის უგალობს წმინდა ეკლესია, წმინდა ნიკოლოს დღესასწაულის ტროპარში. რას ნიშნავს მოძღვრად მარხვისა? თქვენ როგორც იცით, მარხვაში არ იგულისხმება მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავება. მას რისგან თავშეკავებას გვასწავლის ჩვენ წმინდა ნიკოლოზი. ამ ცხოვრებაში არის ბევრი სიკეთე, ამქვეყნიური და ნუ თუ აი ამ ყოველივე სიკეთეზე და სიამოვნებაზე უარის თქმა მოგეთხოვება? თუნდაც იმაზე, რასაც ქმნის კაცობრიობის კულტურა, ცივილიზაცია. ნუ თუ მოგეთხოვება სიხარულზე უარის თქმა, ასე ფიქრობს ბევრი. იმიტომ რომ ამ სიკეთეებს ხომ სიხარული მოაქვთო. და თუ ეკლესია ამას ითხოვს, მაშინ რაღა რჩება სიხარული ჩვენ ცხოვრებაში, რაღა დარჩება. ასე ამბობს ბევრი ადამიანი. მაგრამ რა თქმა უნდა არა. და სწორედაც რომ პირიქით უფალს სურს რომ ჩვენ მუდამ გახარებულები ვიყოთ. არათუ უარი თქვათ სიხარულზე, არამედ სულ გახარებულები ვიყოთ. მაგრამ რომელ სიხარულზეა საუბარი, როგორ სიხარულზეა საუბარი, აი ეს არის საკითხავი. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ბატონობს ხორციელი სიამოვნება და ხორცის მსახურება. ეს თითქმის ყველაფერში ასეა. ადამიანთა შორის უმრავლესობა ასეა. თავარი მიზანი ცხოვრების, მიზანი სიხარულის ამაშია ხორცის მსახურებაში და სიამოვნებაში. თქვენ იცით რომ ღმერთმა შექმნა ეს სხეულიც და ხორციც ჩვენი. მაგრამ ადამიანები ამას ძალიან ცუდად იყენებენ. და იმისთვის არ შექმნილა ხორცი, რომ ჩვენ მას ვემსახუროთ. ჩვენ კი ვნებებში ვცხოვრობთ და აი ამ ვნებების მეშვეობით ვემსახურებით ამ ხორციელ მხარეს ჩვენი ბუნების და მინდა გითხრათ, რომ ქრისტიანულ ასკეტიკაში ამ ხორცის ცნებაში არ შედის მხოლოდ ფიზიკური სხეული. არამედ სულის ვნებებიც, რომელიც არის ჩვენი დაცემული ბუნების გამოვლინება. და აი ქრისტიანობა გვასწავლის ამ ვნებებისგან თავის შეკავებას, ვნებებთან ბრძოლას, რომ არ ვაქციოთ ჩვენ ეს ვნებები იმ კერპებად, რომელსაც მერე მთელი ცხოვრება ადამიანი ემსახურება. რა ვნებებია ეს? ზოგისთვის ეს არის ალკოჰოლისადმი ვნება, ან ნარკოტიკული საშუალებებისადმი. ზოგისთვის ნაყროვანება, სიძვა. ვიღაცისთვის ეს არის ფულის სიყვარული, თანამდებობის, უფროსობის. ვიღაცისთვის მრისხანება, განკითხვა, გაღიზიანება.
ასეთი ადამიანი ყოველთვის ვერ იკავებს თავს, რომ ცუდი არ თქვას, არ განიკითხოს. ის, ვინც არ მოწონს ან თვლის, რომ ისეთი მისთვის მოსაწონი არ არის. არის ვნება ქედმაღლობის. ბევრია, მოკლედ, ეს ძალიან ვნებები. და აი მათი დაკმაყოფილების მეშვეობით ჩვენ ვემსახურებით ამ ხორციელ მხარეს, ჩვენ დაცემულ ბუნებას. და ჭეშმარიტი ბედნიერება კი არის ვიმეორებ, ვნებებთან ბრძოლაში. აი აქედან მოდის ამდვილი სიხარული. და ეს ბრძოლა, ძვირფასო ძმებო და დებო, იწყება ალბათ ყველაზე უფრო ვერაგ მტერთან და ვნებასთან, ხორციელ გულის თქმასთან ჭიდილით. ეს არის სიძვის ვნება, რომელიც ადამიანს ანგრევს, რომელსაც შემოაქვს უამრავი სიმწარე, უბედურება ცხოვრებაში და სიცარიელე. აი წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს სიძვის ვნება ყველაზე მეტად შეურაცხყოფს ადამიანის მაღალ ღირსებას. ამრიგად, აი ვნებებთან ბრძოლის გზა, ეს არის ერთადერთი გზა ნეტარებისკენ. იმყვანებელი ამ ნეტარებასთან, რაც არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მიზანი, რაც იწყება ამ ცხოვრებაშიც და გრძელდება მარადისობაშიც. აი ჩვენ ყოველდღიურ ლოცვებში ვამბობთ, რომ უფალმა გვაზიაროს მის საღვთო დიდებას. აი ეს საღვთო დიდება, ეს არის სწორედ საღვთო ნეტარება. ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, როგორც ბევრს გონია, არამედ პირიქით ეს გვანიჭებს სიხარულს. ქრისტიანობა მოიტანა ნამდვილი სიხარული ამ დედამიწაზე და ჩვენ ვევედრებით მუდამ უფალს, რომ მოგცეს ეს ნეტარება და სიხარული, მივახციოთ ამას. რა სიხარულია ეს? ეს არის ჩვენი გამოსწორების სიხარული და ჩვენი საღვთო ბუნებასთან თანაზიარების სიხარული. ჩვენ ვევედრებით უფალს, რომ ეს მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ. აი ძვირფასო ძმებო და დებო, როგორ თავშეკავებას გვასწავლის ჩვენ წმინდა ნიკოლოზი. და დაე მისი ლოცვით ღმერთმა მოგცეს ჩვენ ძალა, რომ ვისწრაფოთ ამ სიხარულისა და ნეტარებისკენ. რომ გავიგოთ რა არის ნამდვილი თავშეკავება და მარხვა. და რომ ქრისტიანულად ისე ვიცხოვროთ, რომ ყოველთვის გქონდეს ეს სიხარული აქაც და საუკუნო ცხოვრებაშიც. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ წმინდა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსის და საკვირველთა მოქმედის ლოცვით ღმერთმა გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. ნიკოლოზობის დღესასწაულს ულოცავ სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებულად ძვირფასი და საყვარელი წმინდანი თითოეული ადამიანისათვის და არ არსებობს ქრისტიანი, რომელსაც წმინდა მოგონება ან სასწაული არ აკავშირებდეს წმინდა ნიკოლოზთან. უნდა აღინიშნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დამოკიდებულება წმინდა ნიკოლოზისადმი, რომელმაც საქართველოს ეკლესია წლების წინ განსაკუთრებულად შეავედრა წმინდა ნიკოლოზს. ულოცავ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს მის უწმინდესობას ულოცავ და შეეწიოს წმინდა ნიკოლოზის ლოცვა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. დღეს სოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია მოგეხსენებათ აღნიშნავს ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ხსენებას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია იმითაც, რომ მას პატივს მიაგებს არა მხოლოდ სოფლიოს ყველა ქრისტიანული კონფესია,
არამედ არა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლებიც კი, მაგალითად იგივე ისლამის წარმომადგენლებიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ წმინდა ნიკოლოზს და აღიარებენ მის ძალმოსილებას, მისი უამრავი სასწაულ მოქმედების გამო. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება მოგვეხსენებათ გამორჩეული იმითაც, რომ იჯერ კიდევ სიცოცხლეში უამრავ სასწაულს აღასრულებდა და უამრავ შეჭირებულ ადამიანს ეხმარებოდა, როგორც ცხოვრებაშიც იყო ის აღიარებული როგორც წმინდანი და დაფასებული მრავალი ადამიანის მიმართ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი მრავალი სასწაულიდან გამომდინარე, იმ დახმარებიდან გამომდინარე, რასაც ისავლენდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანის მიმართ, უამრავი ესეთი ისტორია დაგროვდა მისი სახელის გარშემო, რის გამოც დღემდე მსოფლიოს ყველა მორწმუნე ადამიანი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს წმინდა ნიკოლოზს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ამ დიდებულ წმინდანს, რომელიც ყველა ადამიანისგან განსაკუთრებულად არის ის შეყვარებული და ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა პატრიარქმაც კი 1988 წელს საგანგებო სავედრებელი ლოცვა მიუძღვნა წმინდა ნიკოლოზს, სადაც ის საქართველოს ეკლესიას ავედრებს და ესეთი ეპითეტიც კი იხსენიებს, სადაც მას უწოდა სრულიად საქართველოს დიდი კათოლიკოს პატრიარქი. ეს იმაზე მიანიშნოს, რომ პატრიარქის განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ამ დიდებულ წმინდანს. მე მინდა ყველას უსურვო წმინდა ნიკოლოზის ლოცვით, როგორც მის ტროპარშია ნათქვამი ხატა სიმშვიდისა, სულიერი, გონებრივი და გარეგნული სიმშვიდე ჩვენ ქვეყანას, მთელ სოფლიოს. ასევე ნიკოლოზი ნიშნავს გამარჯვებულსაც ჩვენ ვიცით, ღმერთმა ყოველგვარ ბოროტებაზე გამარჯვებული განყოფოს ჩვენი ეკლესია, ჩვენი ქვეყანა. მინდა ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცო ჩვენს პატრიარქს, რომელიც წეგან აღნიშნეთ, რომ განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ყოველთვის წმინდა ნიკოლოზს. ასევე განსაკუთრებულად ყველა მის მოსახელეს მინდა მიულოცო ეს დიდებული დღე და ყველა მორწმუნე ადამიანსთან სასუებელს უფლისადმი. ღმერთმა რავალს დაგვასწროს. დღეს არის წმინდა ნიკოლოზის ხსენება და მინდა რომ ჩვენს უწმინდეს პატრიარქს მიულოცო ეს განსაკუთრებული დღე. დღე გრძელობა უსურვო მას, სული სიმხნევე უსურვო. ასევე ულოცავ ჩვენს მოსაყდრეს და სრულიად საქართველოს. მინდა და ვისურვებდი, რომ წმინდა ნიკოლოზმა გაამთლიანოს, გააძლიეროს ჩვენი სამშობლო, სრულიად საქართველო. გილოცავთ ყველას. ყველას ულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს ნიკოლოზობას, სრულიად საქართველოს შეეწიოს წმინდა ნიკოლოზი, შემწემშობელი მფარველი, სრულიად საქართველოსი ის მისი ცხოვრებით ქადაგებდა სიყვარულს, მისი სიწმინდით, განსაკუთრებულად მსურს მიულოცოთ ჩვენს უწმინდეს და უნეტარესრული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს და უსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე, ამასთანავე მოსაყდრეშიოს, მეუფეშიოს და უსურვო შემწეობა წმინდა ნიკოლოზისა. წმინდა ნიკოლოზის მეუხებით ღმერთმა გააძლიეროს, გამთლიანოს, გაერთიანოს სრულიად საქართველო და ქართველი ერი უკუნისამდე. წმინდა ნიკოლოზის მადლი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს, განსაკუთრებით ეწეოდეს ჩვენს პატრიარქს, განსაკუთრებული ფარველია წმინდა ნიკოლოზი ჩვენი ქვეყნის და მისი საყურველთმოქმედი ძალა, მისი წყალობა, მადლი გვიცავდეს და გვიფარავდეს მუდამ. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულ მოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს მფარველად იწოდება მას შემდეგ, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ წმინდანს ჩვენი ქვეყანა შეავედრა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბანში დღეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი იკურთხა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 19 დეკემბერს ნიკოლოზობას დღესასწაულობს. ახალაშენებული ტაძარი ვაზისუბნის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში მდებარეობს. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღასრულა. თანამსახურებდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იოანე გორელიშვილი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გურამ გურამიშვილი და სხვა სასულიერო პირები. ტაძრის კურთხევის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო წირვა აღევლინა. აქ შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავდნენ. მე მინდა მთელ საქართველოს მიულოცო წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული, მართლაც განსაკუთრებული წმინდანია, განსაკუთრებული პატივდებული და უდიდესი სიყვარულით სარგებლობს თითოეული ჩვენთაგანის გულში და შევთხოვ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს მთელ საქართველოს და მიმართლოს დღეგრძელობა და
ვლისწყალობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამინ. დაახლოებით 1 წლის წინ მისი უწმიდესობის ლოცვა კურთხევით გადაწყდა, რომ აშენებულიყო პატარა ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელზე. მის მოუწმიდესობა მოგცა კურთხება. დაახლოებით 1 წელი დაგვრჩით ამ ტაძრის მშენებლობას. მთელმა მრევლმა სამრევლომ მიიღო მონაწილეობა. ყველამ ასე ვთქვათ, თითო აგური დადო ამ წმინდა ტაძრის აშენებაში. გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს. ეს მართლაც დიდი წმინდანი გახლავთ, რომელიც უამრავ ქვეყანაში და ყველა ადგილობრივ ეკლესიაში სარგებლობს უდიდეს სიყვარულითა და პატივისცემით. წმინდა ნიკოლოზის სახელი უკდავყოფილი არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ეკლესიის გარეთაც. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სანტა კლაუსი სწორედ მის სახელთან არის ასოცირებული და დაკავშირებული და როდესაც წმინდა ნიკოლოზი აღასრულებდა კეთილ საქმეებს, ქველმოქმედებას გასცემდა და საჩუქრებს არიგებდა, განსაკუთრებით კი დღესასწაულებში. ეს ტრადიცია შენარჩუნებული არის დღეს ერშიც და საზოგადოების ნაწილი, რომელიც ეკლესიურად შეიძლება არც ცხოვრობდეს, მაინც მიუხედავად ამისა და შეიძლება სხვა რელიგიის წარმომადგენელიც კი იყოს, მიუხედავად ამისა, მაინც ამ ტრადიციას აგრძელებენ ისინი და როგორც წმინდა ნიკოლოზი გასცემდა ქველმოქმედებას და ხალხს ახარებდა, სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებენ ისინიც და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ხდება ხოლმე საჩუქრების დარიგება, ქველმოქმედების საქმეების აღსრულება, რასაც სანტა კლაუსთან აკავშირებენ და ეს დღესასწაული კიდევ მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმითაც, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და გადაწყვეტილებით წმინდა ნიკოლოზი გამოირჩა საქართველოს ეკლესიის მფარველ წმინდანად და სწორედ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მოხდა ამავე ტაძრის აღშენებაც წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ჩვენ დღესასწაულობთ, ეს ტაძარი შეიძენს დიდ მნიშვნელობას. პირველი 40 დღის განმავლობაში აქ იქნება აღსრულებული მუდმივი წირვები, ხოლო შემდგომში უკვე დღესასწაულებზე ღამისთავის მსახურებები იქნება ხოლმე აღვლენილი ღვთის სადიდებლად და ჩვენი ქვეყნის თლიანობისა და მშვიდობისათვის. მთელი გულდასრულით მოგილოცავთ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს. დღეს მოვედით მთელი ოჯახით, ვეზიარეთ, მადლობა უფალს. ჩვენ ტაძრის ეზოში ულამაზესი პატარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი გაიხსნა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მთელი გულდასრულით გილოცავთ მთელ ერს და დღეგრძელობა და წყალობა ქონდეს ყველას. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს წმინდა ნიკოლოზის ძალამადლი ეწეოდეს. ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს უძვირფასეს პატრიარქს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, მრავალჟამიერ მის სიცოცხლეს, ულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ძალიან ძვირფასი და ძალიან დიდებული დღე არის. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ვაზის უბანში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო. ტაძრის საძირკველი 2024 წლის 28 ივლისი კურთხა. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღასრულა. ტაძრის არქიტექტორი აც გარდაცვლილი რევაზ ჯანაშია.